ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ასეთია ქალაქ კაუნასში გამართული უკრაინული ქამრიანი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ზესტაფონილ სპორტსმენთა შედეგი. ფრიდონ შარიქაძე საერთაშორისო ასპარეზობის ჩემპიონი გახდა. საბა კლდიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, გიორგი ლომიძე კი ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. პოპულარული ჭიდაობა არის როგორც ჩვენთან არის ქართული ჭიდაობა, ტრადიციული ისე არის უკრაინული ჭიდაობა, უკრაინელების არის ტრადიციული ჭიდაობა არის და ძალიან დიდი კონკურენცია არის. ეხლა ჩატარდა ლიტვაში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ. გაგვიშვა მერიამ, დაგვაფინანსა. წარმატებულად ვიასპარეზეთ, 3 მედალი ავიღეთ, მე ჩემპიონი გავხდი. ერთი მეორე ადგილი, ერთი მესამე ადგილი. შარშანდელი შედეგი გავაუმჯობესე და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. მადლობას ვუხდი ჩემ გულშემატკივრებს, თქვენ ოჯახს და ყველა სპორტსმენს. ვეცდებით, რომ შემდეგშიც მივიღოთ მონაწილეობა და გავიმარჯვოთ. კაუნასში სადაც ჩატარდა უკრაინულ ტრადიციულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. დავიკავე მესამე ადგილი. ჩემთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ასევე ფრიდონ შარიქაძე და ვერცხლის მედალოსანი საბა კლდიაშვილი. გულოცავთ ამ დიდ წარმატებას. მე და ფრიდონს გვქონდა გამოცდილება შარშან ვიჭიდავეთ და საკმაოდ კარგად დავასრულეთ იქაც ასპარეზობა, ჩემპიონები გავხდით ორივე და წელს მე მესამე ადგილს დავჯერდი და ფრიდონი უკვე ჩემპიონი გახდა.